გასული კვირის თემებით ეთერშია საინფორმაციო გამოშვება ობიექტივის სტუდიაში დარიკო ბერია მუშაობს საღამო მშვიდობისა. მიმდინარე წლის 30 აპრილს შედგა მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგის სხდომა. სხდომის დღის წესრიგი საკრებულოს წევრებს გააცნო საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ხარჩილავამ. შესაბამისი ცვლილებებითა და შენიშვნებით საკრებულომ დაამტკიცა ადგილობრივი სატენდერო მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატის, კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების, საფინანსო, სახანძრო დაცვის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურების დებუნებები. სხდომის დასასრულს საკრებულოს წევრებმა იმჟელეს იმ ძირითადი ღონისძიებების ორგანიზებაზე, რომელიც 9 მაისისთვის იგეგმება. პირველ მაის მუნიციპალიტეტის ბიურო დიდი სამამულო ომის ვეტერანთა ერთ ჯგუფს შეხვდა. მათ იმჟელეს და ერთობლივად დაგეგმეს 9 მაისის ღონისძიებები. შეხვედრაზე გულისწყივრით აღინიშნა, რომ ვეტერანთა რიგები დღითი დღე კლებულობს. ისინი ამჟამად სულ 36-ნი არიან. მათ უმეტესობას სიარულიც კი არ შეუძლია. ამიტომ მაჟორიტარი დეპუტატები და რწმუნებულები სამამულო ომის მონაწილეებს საჩუქრებს ოჯახებში მიუტანენ. პირველ რიგში მოგესალმებით. ჩვენი სამართალხი ხელის გულზე ასატარებელი, მოსახერებელია და ჩვენ ყველანაირად ვეცდებით ჩვენი სულის გულის პეთება და სიყვარული და მოხერება გამოხატოთ თქვენთან მიმართებაში. რა როგორანაირად ამაში დავსახავთ ახალ ღონისძიების სახით და შემდგომში თქვენ ამ შედეგებს აუცილებლად იგრძნობს და მიიღებთ ყველაფერს საკადრის რაც თქვენ გეგმით. სამამულო ომის ვეტერანების სახელით უდიდესი მადლობა მინდა მოვახსენო ბატონ გია ხარჩილავას და გია მებონიას იმისათვის, რომ ასე მაღალი შეფასება მოგცათ ჩვენ. ასეთი შეფასება ჩვენთვის არის სიცოცხლის გახანგრძლივება, რისთვისაც უდიდესი მადლობას ვწერავ მათ. ჩვენ სამამულო ომის წინ ვარამ გამოვლილი მებრძოლები, ყოფილი მებრძოლები ყოველთვის ვიყავით მაღალ დონეზე შეფასების ღირსი და წერს განსაკუთრებით აღინიშნა ჩვენი შეფასება და ეს ჩვენთვის არის უდიდესი სიამაყე და ჩვენ ამისათვის უდიდეს მადლობას მოვახსენებთ ჩვენი ხელმძღვანელ ამხანაგებს. 9 მაისს ვეტერანები ასევე დაესწრებიან დიდ სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალის გახსნას სოფელიაში, სადაც შინ მოუსვლელთა ხსოვნის უკდავსაყოფად მარადიული ცეცხლი აინთება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულო და გამგეობა 26 მაისის ღონისძიებებისთვისაც ემზადება. როგორც ხედავთ, მიმდინარეობს შინ მოუსვლელთა მემორიალის სტენდის სარემონტო სამუშაოები. სტენდი რომ აშენებულია გასული საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში მას მერე არც მიმდინარე და არც კაპიტალური რემონტი არ ჩატარებულა. ეხლა ამჟამად მიმდინარეობს მისი აღდგენა და ასევე მისი მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. სამუშაოები დამთავრდება 5 მაისისთვის. როგორც იცით, ყოველი კვირის 4-შაბათი მუნიციპალიტეტის საკრებულოში მოქალაქეთა მიღების დღეა. კვლავაც საყვედურები, მუქარები გაისმოდა იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ვერ მოხვდნენ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. სოციალური დახმარების სააგენტოს უფროს და მის აგენტებს უნდობლობას უცხადებენ უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ადამიანები და დახმარებისათვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართავენ. ეს ადამიანები ისევ სარეიტინგო ქულების არასწორად მინიჭებაზე ჩივიან. ზოგიერთ მათგანს გულიც კი აუცრუდა ყოველდღე უშედეგო სიარულით სოციალური დახმარების სააგენტოში და შეტანილი საბუთების უკან გამოტანას ითხოვს. ანალოგიური შემთხვევა და რომ გამიმეორე ისე მწვენია. ცხოვრობ ერთ ოთახიან ბინაში. ყავს 22 წლის ქალიშვილი ავამყოფი. ხო, არც მარჩინალ ვარ, მარჩინალ დაკარგული. მუშაობდი ფაბრიკაში, ეხლა არ არის სამუშაო, თორემ მე არავინ არ შემიწუხებია ამ 15 წლის განმავლობაში. ხო და ეხლა არ არის სამუშაო, ბავშვებმა დაამთავრეს სწავლა. მოეხსნათ ეს პენსია. არა მაქვს ის 38 ლარი კიდევ არ მაქვს მე. მივედი ერთხელ ზუგდიდში, ასეთ ფორმაში როგორც ასე ვგევარ ისე და
თვითონ შემცხვა ჩემი თავის, როგორ შენ 212,000 ქულის რა გეტყობა იმ ქალმა მითხრა. რამდენი? 212,000 ზუგდიდში კიდო არის, ზუგდიდში კიდო არის. შენ 1-3 ჯიბი გეყოლებაო, იცინოდი მართლა ბავშვებს გიფიცები 1-3 ჯიბი ხო? მაგ ნათქვამი როლანდი თქვენზე. ხო მაგდადა, მთელი 1 წელი ვიარე. არც სინათლის შაღავათი მქონდა. ბოლოს მოვიდა 28 დეკემბერს. მოვიდა სინათლის შაღავათი, რანაირი მაქვს მქონდა სინათლის შაღავათი მე მსხვენოდა. არ მქონდა იმის საშუალება 5 ლარი რო გადამეხადა. ბატონი გონელი სალია რო არ ყოფილიყო, ალბათ მოგდებოდი ჩვენ, მაგრამ ეხლა არ გუშაობ ჩვენ თუ არა. თუ იქნა ის სამუშაო ფაბრიკაში კვლავ, მე ჩემს სამუშაოს დაუბრუნდები და არაფერი არ მინდა. თქვენ კიდევ კარგად მისურთ ბატონ ალზორი. სოციალური დახმარების სააგენტოს უფროსმა ჩვენთან საუბრისას თავი იმართლა. ის დამნაშავედ არ თვლის თავს და აგენტების ბრალეულობასაც გამორიცხავს. მას პრეტენზიები გააჩნია იმ მოსახლეობის მიმართ, რომლებიც არასწორად ავსებენ განაცხადს, არ უჭირთ ეკონომიურად და მათთან სახლში მისული აგენტი შეცდომაში შეყავთ. ბოლო 2 კვირა საყოველთაობები მუქარები გაიზმის თქვენი სასახლის მე. როგორ შეგიძლიათ იმართლოთ თავი? პირველ რიგში ვიტყვი ერთს, რომ განყოფილებას გასამართლებელი არაფერი არ აქვს. ეს ამისთან შეფასებების დროს მოსახლეობა ყოველთვის ფიქრობს, რომ ეკუთვნის სინამდვილეში 90%-ს ეკუთვნის წალენჯიხის რაიონში ვინ ცხოვრობს, სახელმწიფო არჩევს აქედან უკიდურესად გაჭირვებულებს, ვისაც ხვალ რაჭამოს, ეგ რაჭამოს, რომ არის ისეთი კატეგორიის ხალხი არის. თუ აგენტი ანიჭერთ ქულას და მე ხედავს როგორი მდგომარეობა აქვს ოჯახს, მაშინ თქმისი რატო უცვლის? აგენტი ასეთი მუსილებს კი საზოგადოებაში, რომ თითქოს და რომ მოვა რა ნახა აგენტმა ამნაირი ჩვენ ოჯახში. აგენტი როცა მიდის, წარუდგენს თავის თავს, მოწმობა მიაქვს. წარუდგენს თავის მოწმობას, იმის შემდგომ გაეცნობა ოჯახის წევრებს, ოჯახის უფლებამოსილ წევრთან ერთად, სხვას არავის არ აქვს უფლება, არც მეზობელს, არც სხვა ვინმეს, რომ დაესწროს ინტერვიუს და ინტერვიურებას ახდენს ოჯახის მან ინტერვიურების დროს არის ოჯახის მონაცემები შედის მთლიანად, თუ რაიმე საქონელი აქვს და რამდენი ოთახისგან შედგება, როგორ ცხოვრობს ეს ოჯახი და ამ მონაცემებს იწევს ყველაფერს. ამ მონაცემების ჩაწერის შემდგომ თვითონ ბენეფიციარი შემდგომში აწერს ხელს თუ რასაც წერს აგენტი იმაზე და ამ შევსებული დეკლარაციის საფუძველზე ეს დეკლარაცია იგზავნება შემდგომ რეგიონალურ საკოორდინაციო ცენტრში, სადაც ხდება ჩატვირთვა კომპიუტერში და იგზავნება ეს თბილისში და თბილისში ხდება ქულების დათვლა. კაცო, და არიან ისეთი ადამიანები, ვისაც არ ეკუთვნით დახმარება და მაინც აქვს და ასეთი ადამიანები როგორ ახლა ხო დღეს თქვენთვის ცნობილი გახდა, რომ ვისაც მანქანა ყავს, აი არ უჩვენს. ასე თუნდაც ერთი მაგალითი, ამისთან რაღაცება, ერთი მაგალითი, მანქანიანს თუ ვინმეს აქვს დახმარება, ეს გამორიცხულია. მანქანიანს არ ექნება დახმარება და შეიძლება იმასაც არ გამომრიცხავ, რომ შეიძლება სოფელში გადამალდეს მანქანები და ამიტომ მაშინ არის თუ არა პასუხისმგებელი არის თვითონ ის ოჯახი, ვინც სიცრუეს ლაპარაკობს. ასეთ ოჯახს 3 წლის განმავლობაში ყოველგვარი დახმარება შეუწყდება. უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ადამიანების დაჟინებული თხოვნით საკრებულოში შექმნილია იურიდიული კომისია, რომელიც უკვე მუშაობს ამ საქმეზე და უახლოეს მომავალში დაათვალიერებს უკმაყოფილო მოქალაქეთა ოჯახებს და დაადგენს, ეკუთვნის თუ არა მათ დახმარება და რამდენად სამართლიანად მუშაობს ჩვენს რაიონში სოციალური დახმარების სააგენტო. ჩვენი გადამღები ჯგუფი იურიდიულ კომისიასთან ერთად გავა თითოეულ ოჯახში და დააფიქსირებს მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. ჩვენთვის ცნობილია უკვე საკრებულო წევრებისათვის, ბიუროს წევრებისათვის ერამდენი კვირაა ერთი და იგივე საკითხი. ჩვენ შევქმნათ კომისია, მე გთავაზობთ, შევქმნათ კომისია, ყველა კომისიის თავმჯდომარეების მონაწილეობით და ჩვენ თვითონ სამსახურთან ერთად შევისწავლოთ შერჩევის წესით, ჩვენ ყველგან ვერ ვივლით, შერჩევის წესით და საიდანაც ჩვენამდე მოვიდა სიგნალები, შევარჩიეთ ის ოჯახები და ხალხს სამართლიანობის ზონა ეს საკითხი გასული ბატონო აზრდა ეს გამაკეთებულა ეს რეალურად გამაკეთებულა ბატონო ეს მოსახლეობა არ იქნება იმენი შეჩემდება არ იქნება და გონდა დიალოგის მასალა თუ გისახსახურთან ერთად რა თქმა უნდა ეს გაკეთდება თვითონ იმ აგენტებთან ერთად რომლებიც მიდიოდნენ და კონკრეტულად სწავლობდნენ ამ საკითხებს
შვიდწლიანი პაუზის შემდეგ რაიონში ახალი ტრაქტორები შემოყავთ. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი სასოფლო სამეურნეო ტრაქტორებისა და მათი მოწყობილობების შეძენაზე. პროექტი შვიდწლიანია. ამ ტენდერში ჩვენი რაიონიდან მონაწილეობა მიიღო სააქციო საზოგადოება კოლხეთი 93-მა, რომელმაც გამარჯვება მოიპოვა. კოლხეთი 93-ის გენერალურმა დირექტორმა გონერ სალიამ ჩვენ დასაუბრისას აღნიშნა 20 წელია რაც რაიონში ახალი ტექნიკა არ შემოსულა და ეს ტრაქტორები, რომელიც უახლოეს დღეებში შემოვა რაიონში, ეკონომიურია და მოსახლეობას საგაზაფხულო სამუშაოების შესრულება უფრო იაფი დაუჯდება. ასევე სალიას თქმის შესაძლებელია შეიქმნას სერვის ცენტრიც, რომლის გაფართოებაც სამომავლოდ იგეგმება. მიმდინარე წლის 17 აპრილს ჩატარდა ტენდერი სასოფლო სამეურნეო ტექნიკის გამოყოფასთან დაკავშირებით. ეს იყო პრეზიდენტის პროგრამიდან გამომდინარე, სადაც მონაწილეობა მიიღო სამეგრელოს რეგიონიდან 4 რაიონმა და ფაქტიურად 4-ვემ გაიმარჯვა. ეს შეეხება ახალ სასოფლო სამეურნეო ტექნიკას. ახლა თქვენთვის და საერთოდ წარმომადგენლებისათვის ცნობილია, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში რაიონში არც ერთი სასოფლო სამეურნეო ტექნიკა არ შემოსულა. ყველა რაც არსებობს დღეს, ეს არის მოძველებული და ალბათ ამ ახალი ტექნიკის შემოტანა ეს იქნება 3 ერთეული არის, 2 თავისი მოწყობილობით. ეს იქნება ძალიან, ესე იგი, საჭირო და დროულია. ამ ტექნიკა ეს არის, ერთი არის ბელორუსის ტიპის ახალი მოდერნიზირებული ტრაქტორი, მეორე არის იაპონური ტრაქტორი და მესამე არის იტალიური ტრაქტორები. საერთო ღირებულება არის $72,850, 7 წლიანი განმავლობით. ეს არის იჯარა ამოსყიდვით, წინასწარი შესატანი არის $7,800, რომელიც ჩვენმა საწარმომ კოლხეთი 93-მა შეიტანა ჩვენს ინვესტორთან ერთად და ეს გადანაწილდება დანარჩენი თანხის გადახდა მოხდება სადღაც 7 წელიწადში თანაბრად. ახლა თვითონ ამის 20 წელი არის არ შემოსულა. ამ ტექნიკას ჩვენ ალბათ ერთ კვირაში შემოვიტანთ. მე აქ არის ჩაფიქრებული, ეს მოდის რაიონის საკრებულოდან, გამგეობიდან ეს იდეა და ჩვენ მხარი დაუჭირეთ. შეიქმნება სერვის ცენტრი, დაემატება რამოდენიმე ერთეული ტექნიკა და მერე სადღაც 5-6 ერთეული შეიქმნება სერვის ცენტრი, რომელიც მოემსახურება საერთოდ რაიონს. როგორც ბატონმა გონერის ალიამ მოგახსენათ, შესანიშნავი პროექტი დაფინანსდა. ეს პროექტი მხარდაჭერილი იქნა ბატონი გონერის ინიციატივით. ჩვენთვის ეს ცნობილი გახდა იანვრის თვეში, რომ სახელმწიფო პრეზიდენტის პროგრამა მზადდებოდა რეგიონებში ტექნიკის მომარაგების კუთხით. ჩვენს რაიონში რომ გეხსენებათ, ამ კუთხით 20-25 წელია ახალი ტექნიკა არ შემოსულა. მე მგონი ეს დიდი საჩუქარია ჩვენი რაიონისათვის. მე ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით ვამბობ, ფაქტიურად საჩუქარია, იმიტომ რომ შეიძლება ეს როგორც ბიზნესისათვის, კერძო სექტორისათვის მომგებიანი იყოს, მაგრამ ამ ეტაპზე ეს ნაბიჯი გამართლებულია, ამიტომ ეს ინიციატივა მხარდაჭერილი იქნა. ჩვენ ალბათ საკრებულო გამგეობა რაიონის მხარში ამოუდგებით ასეთ ინიციატივას ყველანაირად და მე ვფიქრობ, რომ მოსახლეობისათვის გაკეთდა შესანიშნავი პროგრამა, პროექტი ტექნიკის მომარაგების კუთხით. მიუთმეტეს მიუხედავად იმისა, რომ სიდუხჭირეა ჩვენს რაიონში, ახლა უკვე პრივატიზაციის პროცესი იწყება. საჭირო იქნება აუცილებლად ჩვენს რაიონში 2500 ჰექტარი მიწის დამუშავება და ამდენი მიწის დამუშავებას ის ტექნიკა, რომელიც მორალურად გაცვეთილია, მართლა ვერ გაუძლებდა. მე მადლობის მეტი არაფერი არ მეთქვის ბატონი გონერის ალიას მიმართ, რომელმაც ამ პროექტს მხარი დაუჭირა და ტენდერში ჩვენმა რაიონმა გაიმარჯვა. საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 26 ივნისის დადგენილების შესაბამისად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაევალა მეჩაიეობის დარგის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტების დამუშავება. დოკუმენტის სრულყოფიდან გამომდინარე და მეჩაიეობის დარგში გამოცდილების გაზიარების მიზნით სამუშაო ჯგუფის მიერ შექმნილი სტრატეგიის დოკუმენტები გაეგზავნა განსახილულად მეჩაიეობის რაიონებს.
ჩვენს რაიონშიც შედგა მეჩაიეობის დარგში გამოცდილების მქონე ადამიანებისაგან შემდგარი კომპეტენტური ჯგუფი, რომელმაც თავიანთი წინადადებები და შენიშვნები დაურთეს პარლამენტში განსახილველ მეჩაიეობის დარგის სტრატეგიული განვითარების დოკუმენტს. Ამ დოკუმენტში პუნქტობრივად იყო აღწერილი ქართული ჩაის წარმოების შესაძლებლობები, მისი ძლიერი და სუსტი მხარეები, მეჩაიეობის რეაბილიტაციის პრაქტიკა და აუცილებლობა, სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი მიმართულებები, დაფინანსების წყაროები, ჩაის წარმოებისა და რეალიზაციის ეტაპები, კანონშემოქმედებითი საქმიანობა. მეგობრებო, თქვენ იცით, რომ ჩვენი რაიონი ტრადიციულად იყო მეჩაიეობის რაიონი. სულ ახლო წარსულში რაიონში წარმოებოდა საერთო წარმოებული პროდუქციის 70% მოდიოდა მეჩაიეობაზე და დღესდღეობით საქართველოში და მათ შორის ჩვენს რაიონში ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩაის წარმოება 20 ჯერ შემცირდა, მაშინ როდესაც ჩვენს მეზობელ თურქეთში, სადაც მე ამ ერთი კვირის წინ გახლდით, 20 წლის განმავლობაში ჩაის წარმოება 4 ჯერ გაიზარდა. მე ვიყავი 1991 წელს, იყო 220,000 ტონა და გასულ წელს მოიკრიფა 1 მილიონი ტონა, მეჩაიეობაში არის დასაქმებული 250,000 ადამიანი. ახლა ჩვენ გვაქვს ასეთი გეგმები. იცით, მიმდინარეობს პრივატიზაცია, ამიტომ წალენჯიხაში ესე ჩვენ შევედით წინადადებით, ეს ამაში ჩართულიანი ჩვენი დეპუტატი რამინ გოგოხია, ჩვენ ვთხოვეთ საკრებულოს თავმჯდომარეს ბატონ გია ხარჩილოვას და რაიონის გამგებელს, რომ ხარი დაუჭიროთ ჩვენს ინიციატივას. დაახლოებით 200 კაცის ხელმოწერით არის ეს წინადადება, რაც მდგომარეობს შემდეგში. არსებული ჩაის პლანტაციებიდან ჩვენ ვთქვით, მიმდინარეობს პრივატიზაცია, ჩვენ ამას არ ვეწინააღმდეგებით. არის რაიონში 2300 ჰექტარამდე ჩაი, აქედან საქართველოში ექსპერტების შემოწმებით ყველაზე საუკეთესო ჩაის პლანტაციები, რომელიც მექანიზმებით იკრიფება და მუშავდება, არის წალენჯიხაში და ეს არის 800 დაახლოებით 800 ჰექტარი. ჩვენ ვითხოვთ კანონიდან გამომდინარე მოხდეს ამ 800 ჰექტარი პლანტაციის პრივატიზაცია კანონიდან გამომდინარე როგორც იქ არის იმ მიზნით რომ ეს პლანტაცია შესყიდული იქნას იმ ხალხის მიერ რომლებიც ჩაის მოკრეფენ აქ რომ მინიმუმ 10 წელი რომ მოიკრიფოს აქ ჩაი. ახლა რატო არის ეს საჭირო? საჭირო ეს იმიტომ არის რომ ეს არის დაახლოებით თუ ჩათვლით რომ სააქციო საზოგადოება ზღვაია უკვე შესყიდულია და იქ ინვესტორს გათვალისწინებული აქვს 250 ჰექტარ 100 ჰექტარიდან 250 ჰექტარამდე გაზარდოს პლანტაცია, რაიონში გვექნება ჩვენ 900 ჰექტარი ჩაის პლანტაცია. ეს არის დაახლოებით 1500-2000 ადამიანი იქნება დასაქმებული. უკეთეს ჩვენ აი ამ მოკლე პერიოდში ჩვენ ვერაფერს ვერ გავაკეთებ და ჩვენ გვექნება ასეთი თხოვნა. ახლა რაც შეეხება გადამუშავებას, ეს მე ესეც მინდა გითხრათ, რომ რაიონში ჩვენ ყავს ინვესტორი, ახლა მე არ მინდა თქვენ იცით ყველამ კარგად, რომლის თაოსნობით და მხარდაჭერით აქ იქნება, ჩვენ გაერთიანებული ვართ ფაქტიურად საინვესტიციო ჰოლდინგური კომპანიის ფაქტიურად შექმნილი, ახლა იურისტები მუშაობენ ამის ფორმის დახვეწაზე. აქ იქნება გაერთიანებული 5-6 საწარმო, ეს არის ჩაის გადამამუშავებელი საწარმო. მასთან ერთად ჩვენ ვაშენებთ ახალ მიკროფაბრიკას, რომელიც სულ 20 დღეში შევა ექსპლუატაციაში, ეს იქნება მაღალხარისხოვანი ჩაის მწარმოებელი საწარმო, არის თხილის საწარმო, არის ქვილის ხორბლის გადამამუშავებელი საწარმო. და აი ეს ყველაფერი საშუალებას მოგცემს, რომ ჩვენ გადავამუშავოთ ეს ჩაის პროდუქცია. ახლა მე გახდით თურქეთში, სადაც გქონდა შეხვედრა და ჩვენ გვინდა განვავითაროთ ის ხსნადი ჩაის წარმოება და მთლიანად ეს კომპლექსში მოგცემს იმის საშუალებას, თუ ეს დადებითად გადაწყდა, ყველაფერი მიმულია ამ პრივატიზაციაზე, ბუჩქზე. ახლა თუ ბუჩქი და უშუალოდ პლანტაცია ჩვენ არ გვექნა, მაშინ ჩაიც არ იქნება.
და ეს იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენ სადღაც სულ ახლო პერიოდში, ახლა წელსვე მივიღოთ ის მაღალხარისხიანი ჩაი და ამავე დროს გადავამუშაოთ ჩვეულებრივი ჩაი. ამ მიმართულებით იყო დაუშვათ ბატონი შახილატარია, რომელიც დასაქმებული ამ საკითხში, დაკავებული ახლა გახლავთ ჩართული არის და ერთობლივი საწარმო იქნება უზბეკებთან ერთად, სადაც მოხდება აი ამ ჩაის გადამუშავება და ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენ საშუალებას მოგცევს, რომ დავიწყოთ ჩვენი სოფლის მეურნეობის დარგის აღორძინება და განსაკუთრებით მეჩაიეობის აღორძინება. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ რაიონისათვის აქ ორი აზრი არ არის, მეჩაიეობა საჭიროა. ეს რომ ასე ახლა მე არ მინდა რომ გამიგრძელდეს, მაგრამ ვიტყვი, სოფლიოში არის 30-ზე მეტი მეჩაიეობის რაიონი, სადაც ბოლო 15 წლის განმავლობაში 20-ჯერ რო შემცირდა ამ მსგავსი არ არის, ყველგან არის ზრდის ტენდენცია, მეზობელი თურქეთი ვთქვი 4-ჯერ გაიზარდა. ასე რომ ჩაიზე საბოლოოდ უარის თქმა იქნება არასწორი და ამას ჩვენ მიგზავთ დაგვიანებით. აი მოკლედ ეს მინდოდა მეთქვა. მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან იქნა საზოგადოებრივ მრჩეველთა ახალგაზრდული საბჭო. მაშინ ის ახალგაზრდები გაწევრიანდნენ, რომლებსაც აწუხებთ ძალინჯიხის პრობლემები. ჩვენ საშუალება მოგვეცა გავსაუბრებოდით ამ ახალგაზრდებს, რომლებმაც შემდეგი განაცხადეს. რამ გადაგაწყვეტინათ მრჩეველთა საბჭოში მიგეღოთ მონაწილეობა? ეს მოხდა იმის საფუძველზე, რომ ტელევიზიით გაჟღერდა წინადადება, რომ იქნება საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო. ჩვენ ამის საფუძველზე უბრალოდ ნებისმიერ ძალინჯიხის შესწავლა ალბათ ამაზებული, ძალინჯიხის დღევანდელ მდგომარეობაზე, გუშინდელ უარეზე და ხვალინდელ დღეზე მომავალზე გამოსწორებაზე და აქედან გამომდინარე, თანაც დღევანდელი მთავრობა ხელს უწყობს მაქსიმალურად მოსახლეობას იმისკენ აძლევს ბის, რომ გალამაზდეს ჩვენი ძალინჯიხა, გაგედეს ის კეთილი საქმეები, რაც დავინახეთ ჩვენ ახალი წლის პერიოდში, აღდგომის პერიოდში, რომ ყველაფერი მიდის წინსვლისკენ არის მიზანმიმართულად მთავრობა თვითონაც და ჩვენ გადავწყვეტეთ ამის საფუძველზე, რომ საკრებულოში მივსულიყავით, განცხადება გაგვიკეთებინა ესეთი, რომ ჩვენ ახალგაზრდული ერთ-ერთი ჯგუფი მზად ვართ, რომ მივიღოთ მონაწილეობა საკრებულოსთან ვითანამშრომლოთ. ეს არანაირი პოლიტიკურ ხასიათს არ ატარებს, ეს არც რომელიმე პარტიიდან ვარ ჩვენ, არც რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციიდან, ჩვენ ვართ ძალინჯიხიდან, ჩვენ გავიზარდეთ ამ ძალინჯიხაში, ამ ბაღში, ამ სკოლაში, ჩვენ ძალინჯიხის სკოლებში და ასევე გვინდა რომ ჩვენი მოსახლეობის ახალგაზრდული ნაწილი, რომელიც არის ჩვენ ძალინჯიხაში, მოწყენილობას და იმ დარდიმანდობას, რაც ადრე იყო, იმას მომაშოროთ მაქსიმალურად. ეს იქნება დღეს სასწაულზე დამოკიდებული თუ სპორტულ ღონისძიებებზე და თუ სხვა რომელიმე ერთ-ერთ ჯერ ჩამოყალიბებულია თუ არა? დიახ. ადამიანი გაერთიანდება. ჩვენ ახლა ჯერჯერობით ჩამოყალიბდით, ვინ გავიგეთ სამმა პიროვნებამ, მეგობრები ვარ ჩვენ, მე დამთავრებული მაქვს პოლიტოლოგიის ფაკულტეტი, ეს პიროვნება ჩემი მეგობარი ლევანი მებონია სწავლობს იურიდიულ ფაკულტეტზე, ასევე ნიკაძარია მესამე, რომელიც ახლა არ გვახლავს გარკვეული მიზეზების გამო. და რა თქმა უნდა, ჩვენ განცხადებას შევიტანთ, ამ ეტაპზე არ განვიცხადებია ეს, მაგრამ როგორც საჭიროება ითხოვს, იქიდან გამომდინარე, მოვითხოვ ჩვენ ოთახს და შემდეგ ნებისმიერ ძალინჯიხელს, ნებისმიერ ახალგაზრდას შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენთან. ჩვენ აქ უფროსობა არ აქვს, ჩვენ აქ ის არ აქვს ლიდერობა და ჩვენ არანაირ პოლიტიკურ ხასიათს არ ვატარებთ. კიდევ ერთხელ გეუბნებით. შეგიძლიათ მოხვიდეთ, წარმოადგინეთ თქვენი იდეები, რა იდეები გაწუხებთ, რა გინდა ძალინჯიხისთვის გაკეთდეს და შესაძლებლობის ფარგლებში, რა ეს ბიუჯეტზე როგორც იქნება და რა თქმა უნდა, ეს ფაქტიურად ჩვენ შორის იმ ბარიერს და იმ ხის ჩატეხილობას აღადგენს, გაურკვევლობა ნამდვილად არ იქნება, რომ ან ასე აკეთებენ, ან ისე აკეთებენ, ეს ყველაფერი გამჭვირვალე სახით იქნება და მობრძანდით უბრალოდ ჩვენ ეტაპობრივად როგორც ოთახს მივიღებთ, გაგაცნობთ ჩვენს მისამართს, დაგვიკავშირდით, ტელეფონის ნომრებსაც განვაცხადებთ და შეგიძლიათ მოხვიდეთ და ვითანამშრომლოთ ერთად. გავაკეთოთ კეთილი საქმე ძალინჯიხისთვის. მადლობა. ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციის შედეგად დროებით შეჩერებული იყო სახელმწიფო პოლისები, რომლითაც უკიდურესად გაჭირვებულ მოქალაქეებს უტარდებოდათ სასწრაფო გადაუდებელი ოპერაციები. ძალინჯიხის მუნიციპალიტეტმა საკუთარი ინიციატივის საფუძველზე სხვადასხვა სახის სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად თანადაფინანსება გაუწია 40 მოქალაქეს. დაფინანსების საერთო ღირებულებამ 20,000 ლარი შეადგინა. ამ ეტაპზე სახელმწიფო პოლისების ამოქმედებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის დროებითმა კომისიამ მუშაობა დაასრულა.
1 მაისი ჯეთის ქიდსი როგორ დაამახსოვრდათ პატარა ფეხბურთელებს. ემოციები, დაძაბულობა, მხიარული შეძახინები, სპორტული ჟინი. მინი ფეხბურთში შეჯიბრი ჯეთის ქიდსის თასზე. 7 გუნდი და მხოლოდ 2 გუნდი გახდა გამარჯვებული. როდის გაემგზავრებიან თბილისში ეს პატარა ფეხბურთელები და როგორ წარიმართა მინი ფეხბურთში შეჯიბრი ჩვენი სიუჟეტი. 1 მაისს წალენჯიხის რაიონს ეწვია სამაუწყებლო კომპანია რუსთავიორის სპეციალური დელეგაცია, რომლებმაც როგორც საქართველოს სხვა ქალაქებში, ასევე წალენჯიხაში ჩაატარეს შეჯიბრი მინი ფეხბურთში ჯეთის ქიდსის თასზე. შეხვედრის დაწყებამდე შემოწმდა თითოეული გუნდის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია. გამოვლენილი იქნა დარღვევები, რის გამოც 2 გუნდი მოიხსნა თამაშიდან. ღონისძიების ორგანიზატორებმა დარჩენილ 7 გუნდს მწვრთნელების მონაწილეობით კენჭისყრა ჩაუტარეს. შეხვედრები მეტად დაძაბულ და ემოციურად დატვირთულ ვითარებაში წარიმართა. თამაშების შემდეგ ნახევარფინალში გავიდნენ ფახულანის, ჯვარის, მაზანდარისა და წალენჯიხის სპორტ კომპლექსის გუნდები. 4 გუნდმა გამოავლინა ფიზიკური მომზადების მაღალი დონე, მაგრამ ორგანიზატორთა და მაყურებელთა შეფასებით ფინალური შეხვედრა გამოდგა განსაკუთრებულად საინტერესო, სადაც იგრძნობოდა თითოეული მოთამაშის თავგანწირვა, სპორტული ჟინი და გამარჯვებისაკენ სწრაფვა, რამაც ემოციური დატვირთვა და ეშხის შეძინა თამაშს. შეხვედრის ბოლოს ღონისძიების ორგანიზატორები ემოციებს ვერ მალავდნენ და ხმამაღლა აცხადებდნენ, რომ მსგავსი თამაში მათ დღემდე არ ენახათ. დღეს წალენჯიხაში ტარდება საქალაქო შესარჩევი ტურნირები. აქ დღეს გამარჯვებული გუნდები გაემგზავრებიან უკვე თბილისში 18 მაისში თამაშობენ ფინალურ ეტაპზე, ხოლო იქ გამარჯვების შემთხვევაში გაემგზავრებიან პარიზში, რასაც უსურვებ მართლა გულწრფელად. ძალიან კარგი ბავშვები არიან. ისეთი ორგანიზებაც იყო და თვითონ ბავშვები ძალიან ორგანიზებულები გახდნენ. არც ერთ ქალაქში არ ყოფილა ეს აი ამ დონის მობილიზება, რასაც ქვია. მე ძალიან მოხარული ვარ, დღევანდელი დღით ბედნიერი ვარ და მადლობას ვეთქვი ყველას, ვინც კი ამაში პატარა წვლილი მაინც შეიტანა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ბავშვებიდან დაწყებული და მე ყველა იმ პიროვნებას, ვინც კი ჩვენს გვერდში დგას და ჩვენ ხარდაჭერას გვიწევს. მადლობა. ჩემი აზრით გავიმარჯვებთ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ წალენჯიხაში ესეთი შეჯიბრება ჩატარდა და მოხარული ვიქნები, რომ ყოველთვის ესეთი შეჯიბრებები ჩატარდეს. მე თვითონ პირველად ვიღებ მონაწილეობას და ძალიან მიხარია და იმედი მაქვს, რომ გავიმარჯვებ. ფინალში ჯვარისა და სპორტ კომპლექსის გუნდების ბედი 6 მეტრიანმა საჯარიმო დარტყმებმა გადაწყვიტა, რადგანაც ძირითადი დრო თანაბარი თამაშის დონის გამოვლენებით დასრულდა. საბოლოო გამარჯვება ჯვარის გუნდმა მოიპოვა, ხოლო გოგონათა შორის წალენჯიხის ქალაქის გუნდმა. სწორედ ეს 2 გუნდი გაემგზავრება ქალაქ თბილისში 18 მაისს ფინალურ შეჯიბრზე. სამაუწყებლო კომპანია რუსთავიორის ადმინისტრაცია უღრმეს მადლობას უხდის თანადგომისა და მხარდაჭერისათვის წალენჯიხის სპორტ სკოლის ადმინისტრაციას, სპორტ კომპლექსის დირექციას, წალენჯიხას ქურის ვეტერან ფეხბურთელებს, რომლებმაც მსაჯობის ტურთი აიკიდეს და კეთილსინდისიერად გასწიეს საპასუხისმგებლო სამსახური. ასევე მადლობა გადაუხადეს ტელეკომპანია ჯიხას დირექტორს კახა კვარაცხელიას და ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ღონისძიების ლამაზად მოწყობაში და გამოთქვეს საკუთარი მოსაზრება, რომ ჯვარის გუნდი მართლა ღირსია ატაროს საქართველოს ჩემპიონის ტიტული. ახლა კი გაგაცნობ წალენჯიხის სპორტ სკოლის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. ჩვენი რაიონის ნორჩის სპორტსმენები დიპლომებითა და პრიზებით დაბრუნდნენ მშობლიურ წალენჯიხაში. 14-15 აპრილს ქალაქ თბილისში გაიმართა საქართველოს მე-17 ჩემპიონატი კარატე-დოში, სადაც ქალაქ ჯვარში მცხოვრებმა თამონასოსელია მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა. ხოლო 21-22 აპრილს გიგლახარებავას ხსოვნისადმი მიწყვილ რესპუბლიკურ ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში გიგა გოგილოვას მეორე, ხოლო ომარ ფარჯუნიას მესამე საპრიზო ადგილები ხვდა წილად. ასეთ იყო გასული კვირა ზოგისთვის, წარმატებული ზოგისთვის, ცოტათი გულდასაწყვეტი. მე წარმატებულ კვირას გისურვებთ და მომავალ კვირამდე გემშვიდობებით. კარგად ბრძანდებოდეთ.